ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. ქალბატონ ნანული მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ ჩემი გადაცემის სტუმარი ხართ. მე ძალიან მიხარია. ქალბატონ ნანული დღეს ჩვენ ბევრ თემაზე ვისაუბრებთ, თუმცა მოდით პირდაპირ დავიწყოთ ამ გადაცემის ტრადიციული კითხვით. დიახ. ვინ არის ნანულის არაჯიშვილი? რა ვიცი, მე არ ვიცი ვინა ვარ. აი, ნამდვილად არ ვიცი ვინა ვარ. მე მინდოდა რომ ყოფილიყავი ყოველთვის კარგი ადამიანი პირველ რიგში. და ყოლოდა ძალიან ბევრი შვილები, ოჯახი და ბევრი შვილები, მაგრამ ასე არ გამოვიდა. რაც მე მინდოდა, ის არ გამოვიდა. ეს ნუ რაც ეხება ჩემ პირადს და დანარჩენი ყოველ შემთხვევაში, აი როგორც წავიდა ჩემი ცხოვრება, მე ნამდვილად უკმაყოფილო არა ვარ. კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი ვარ იმ მხრივ, რომ ძალიან საინტერესო ადამიანებთან მქონდა ყოველთვის და მაქვს ურთიერთობა, პარტნიორებიც ვიყავი მათი, რომელსაც ესე უყურებდი. მე ხა ვერ წარმომედგინა ეროს იმაჯალაძის პარტნიორი თუ იქნებოდი, რამას ხიკვაძის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე ნამდვილად არ მეგონა, იმიტომ რომ ამათ უყურებდი მე ხა ვხედავდი ეკრანზე, თეატრში და ეს რო ყველაფერი მე ასე შემისრულდა და ასე მოხდა, ეს რასაკვირველია ღვთისნებაა და კმაყოფილი ვარ უფლის. ცოტა ემოციური იყო მოსმენა აი ამ ნაწილის, ამას ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით, მაგრამ მოდი წავიდეთ ღრმა ბავშვობაში. დიახ. როგორი ბავშვი იყავით? და სად გაიარა თქვენმა ბავშვობა? ვიყავი ძალიან წყნარი და მშვიდი ბავშვი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველას გონია რომ მე რაღაცა ძალიან ცელკი და დედაჩემს ახლა ფილმში რო გადამიღეს და რო გამოვიდა ფილმი, ვაიმე ქალბატონო როგორ უძლებთ ამ ბავშვს, კაცო ასეთი ცელკი როაო და ეცინებოდა დედაჩემს, იმიტომ რომ ჩემი ხმა არ გაუგია საერთოდ არავის. ისე გავიზარდე. გავიზარდე ძალიან კარგ ოჯახში, გულისხმობ იმას, რომ ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, ასე ვთქვათ. მამა მყავდა, მეღვინე ბატონო, მაშინ მეღვინეები ხო იცით ძალიან, თქვენ ბავშვი ხართ ახლა არ გეცოდინებათ, მაგრამ მეღვინეები მაშინ ძალიან კარგი მაში იყვნენ. ნუ ისედაც, ასედაც ეკონომიურად. მე მამა იყო ძალიან კარგი. მე სხვათა შორის ვანოს არაჯიშვილის შვილიშვილი ვარ. კი, მამა ჩემის ბიძა იყო, მამის ძმა და აი ამ სარაჯიშვილებს მოსგავდათ ეს უქეიფი, კარგი თამადა იყო. ისე რომ ძალიან კარგ ატმოსფეროში გავიზარდე და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ბავშვობის. გენატრებად ბავშვობა? მენატრება, არა, კი, მენატრება ბავშვობა, ძალიან მენატრება, იმიტომ რომ როცა მშობლები გყავს, ხო იცით. მერე უკვე როცა აღარ არის, მერე უკვე შენ გიწევს ამის ყველაფრის უნდა გაუძღვე ყველაფერი შენ თვითონ მარტო და ასე რომ ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. მერე ამ ფილმში რო გადამიღეს პოპულარული ბავშვი გავხდი ახლა მაშინ ასე იყო და კინო რუსთაველში შედგა ეს პრემიერა. მე მახსოვს და მთელი სკოლაში აღარავინ არ არის, გაკვეთილზე არ ზიან ბავშვები. ჩამოიარა დირექტორმა, სად არის ხალხი, ბავშვები სად არიან და დღესო ფილმი გამოვიდა, ნანულისიო და ყველაო წავიდა, მაშინ შატალო ერქვა, ეხა არ ვიცი რა ქვია და შატალოზე წავიდა მთელი სკოლა. ვიცი რომ შემთხვევით მოხდა, ხო? სუფრაზე გადაწყდა, ქართულ სუფრაზე გადაწყდა, სადაც თქვენც იმყოფებოდით, რომ სრულიად შემთხვევით. მანანა უნდა გეთამაშა. ხო, როდესაც იღებდნენ ამ ფილმს, ზაქარია გუდავაძე და შალვა მარტაშვილი იყვნენ რეჟისორები, ჩემი რეჟისორები და ბატონი რეზო იყო, ასე ვთქვათ, კონსულტანტი, ჩხეიძე.
ხო და ეკითხებოდა ხოლმე, ნუ რა ქენით, როგორ არის, რა გადაწყდა და ვაიმეო, ძალიან ბევრი ბავშვი გავსინჯეთო, ძალიან ლამაზი, კარგი ბავშვებიო, ძალიან იჭერებიო, მაგრამო რაღაცა მაინცო ისო ვერ დავიჭირეთო, რაც ამ ფილმისთვის გვინდაო. რამოდენიმე დღით ადრე ერთ-ერთ კეიფში მამა ჩემთან, დედა ჩემთან და ჩემდასთან ერთად ბატონი რეზო ბრძანდებოდა იქ ერთ-ერთ ოჯახში. და ნუ რა ვიცი ახლა როგორც არის ხოლმე ვიმღერეთ, მე და ჩემი დაურხმაში ვღეროდით ხოლმე, ხო და რაღაცა ვიცეკვე რაღაცა უთხრა რომ აი მე გუშინ ბავშვი ვნახეო. ლამაზი არ არისო. მაგრამო აი ისეთი ცოცხალი ბავშვიაო, კარგათო მღერისო, ცეკვასო და გასინჯეთო, მაინცო გასინჯეთ. ხო და ამ დროს ჩემი და უკვე გადაღებული იყო ფილმში საბუდარელი ჭაბუკი, თუ გახსოვთ იმ ფილმში დისროს რო თამაშობს, რომელიც იყო ძალიან ლამაზი. საერთოდ არ ვგავდით ერთმანეთს, აბსოლუტურად. ხო და რო დარეკეს სტუდიაში, რომ ესე წამოიყოს და წაიყვანეს ჩემი და. ნუ ჩემზე ვინ იფიქრებდა, კაცო ბავშვი თავისთვის არიწყდა რაღაცა კუთხეში და წაიყვანეს ჩემი და. და რო წაია ვაიმეო ესო კიო ვიცითო ძალიან ლამაზი, მაგრამ დიდიაო, უფროსი იყო ჩემი და. მერე დარეკეს უკვე მეორეთან, ნუ არც ჩათვალეს საჭიროდ რომ წავეყვალე და მერე ჩემმა ნათლიამ ძალიან ივაშკაცა. როგორო კაცო ბავშვო ეძახიან და რა იცითო რა იქნებაო და წავე. რომ მივედი, ნუ აი ჩემს ცხოვრებაში ეს არ დამავიწყდება. ზიან ულამაზესი ბავშვები. და მე ხო ვიცი ახლა რომ ლამაზი არა ვარ და ეს ულამაზესი გოგოები ზიან. რატო ახლა გადასარევად გამოიყურებით ეხლა? ხო და არა, ნუ ახლა ეგრე იყო და შევხედე ამ ბავშვებს და გავგიშდი. აბა ეხლა გენაცვალეო ისე რა ქვია და როგორც არის ხოლმე, როგორც ხდება კასტინგი ქვია ეხლა და მაშინ სინჯები ერქვა. ისეო რა ლექსო ხო არ წაიკითხავთო. გავაქნიე თავი ესე. ეხლა მე პროტესტი მაქვს, იმიტომ რომ უკვე დავინახე ეს ლამაზი ბავშვები და შინაგანად მაქვს ის რომ მე ეხლა აქ ვინ გადამიღებს ამ ლამაზ ბავშვებთან რაღაცა და ნუ მაშინ რომ ივღერეო სიმღერა ხო შეგიძლია ხო ვიცითო რომ ღერიო არა მეთქი ნუ მაშინ რომ იცეკვეო ნუ გავაქნიე თავი და ნუ კარგითო ხა მიხვდე რომ არაფერი აღარ გავაკეთე და წამოვედით და ნათლია ჩემი მეჩხუბება რა იყო არც იმღერე არც იცეკვე რა არის რა მე ვთხარი მე ისეთი ლამაზი ბავშვები ვნახე არ გადამიღებენ და გული რო არ დავწეს არ მინდა მეთქი ნუ მოკლედ მე კიდევ დარეკეს დამირეკეს და უკვე ფოტოები მარტო ფოტოებსო გადავუღებთო რაღაცა და გადამიღეს ფოტოები ფოტოსინჯი იყო და აი ამ ფოტოების გადაღების დროს ხო არ ისეო რამეს ხო არ იმღერებთ ხო არ იცეკვებთ და კი მეთქი მე ვთხარი ავხდი მაგიდაზე და ამ ლამაზ გოგოების ჯინაზე ვიცეკვე ვიმღერე და ნახვამის მეთქი და წამოვედი და რომ დარეკეს უკვე რომ გადაწყდა ეს ამავი რა გილოცავთო დედა ჩემს უთხრეს დაამტკიცესო თქვენი შვილიო ისე იმოქმედა ჩემზე რომ 39 ნახევარი მქონდა სიცხე ემოციურად ძალიან მოქმედა გამეხარდა კი როგორ არა გამეხარდა არ ველოდებოდი არანაირი იმედი არ მქონდა არ ველოდებოდი და გამეხარდა და მე დავიწყეთ ეს გადაღებები ამ არაჩვეულები მსახიობებთან და უბედნიერესი ვიყავი მათგან ძალიან ბევრი ვისწავლე ძალიან ხელს მიწყობდნენ ძალიან მეხმარებოდნენ და რა ვიცი მე გადაიზარდა ეს მე მეგობრობდით უკვე ქალბატონ სეცილიასთან და ყველასთან რა შეიცვალა მანანას შემდეგ შეიცვალა ის რომ მე საერთოდ არ ვაპირებდი მსახიობობაზე არასდროს არ მიოცნებია აი ჩემი ეს ისა მაინც განსაზღვრა ამ ფილმმა საერთოდ მინდოდა ძალიან ბალერინობა და არ შემიყვანეს ჩვენება ძალიან გამხდარი ვიყავი და სუსტიაო და ნუ ვერ შეძლებსო და ბალერინობა მინდოდა და ნუ მე წავიდა მაგრამ მაინც ვფიქრობდი აი არ ვიცი ეს ჩავაბარო არ ჩავაბარო თეატრალურ ინსტიტუტში მამას არ უდოდა
ძალიან არ უნდოდა. ის კი მოეწონა ეხლა პეტრელიჩ ეუბნებოდა რა კარგია თქვენი შვილი ისა რომ გადაიღეს ამ ფილმში რაღაცა, მაგრამ არ უნდოდა. აი თეატრალური ინსტიტუტი და მაშინ იყო სხვადასხვა ეხლა არ ვიცი გაგეცილებათ ალბათ, მაგრამ ნუ ცუდი ტონი იყო რა. თეატრალური ინსტიტუტი იყო ძალიან ცუდი ტონი, რომ იქ რო შევა ნუ რაღაც. სესილია თაღაიშვილმა მითხრა რომ რა შვები ეხა გოგო შენ რა სადაბარებ რა გადაწყვიტე და რა ვიცი მეთქი მე ჩვენებს სამედიცინო უნდათ მეთქი მამას სამედიცინო უნდა ისა და რა ვიცი ნივკოებს ლუჩი აი რუსულად ვითხრა ისე კარგად მახსოვს შენ თეატრალურზე უნდა ჩააბარო და გახარებული მოვედი სახში მეუთხარა ესე მეთქი შევხვდა სესილია და მითხრა რომ ესე და დედაჩემს უთხარი, მაშინ ადრე იყო თეატრალურ ინსტიტუტში, კონსერვატორიაში და აკადემიაში ადრე იყო ხოლმე გამოცდები და აგვისტოში უკვე სხვა ინსტიტუტებში. მოდი მეთქი ჩუმად შევიტანოთ გამოცდები, დედას უთხარი. ხო და იქნება ვერ მოხვდე მეთქი, თუ ვერ მოხვდები, რატომ უნდა ვანერვიულოთ ვილად მეთქი და თუ ისა მერე უკვე უთხრათ, ხო და ესე ჩუმად შევიტანეთ საბუთები. მამას დაუმალე. მამას დაუმალეთ ხო და ნუ და მე როგორი რეაქცია ქონდა? მე ძალიან ისეთი რეაქცია ქონდა სხვათა შორის უარყოფითი, მაგრამ მე აი ჩემმა ბიძებმა და ყველა მუთხრეს რომ ნუ დაუშლიო ბავშვო და თუ თვითონ არ მოუნდება მერეო და ვერ იმას იძავსო, თვითონ მიხვდებაო ის იმასო და მოდიო ნუ დაუშლიო და მოკლედ გადააფიქრებიეს და მოხვდი ამ გაუგებრობაში. რაღა გაუგებრობაში პირიქით. თქვენს გარეშე ეს სამყარო, თეატრალური სამყარო წარმოუდგენელია, უკვე შეიძლება ითქვას აწლეულებია. როგორი ადამიანი ხართ? როგორი ადამიანი ვარ? აი რა თვისებებს გამოყოფ? იცით რა ისა ვარ, ფეთქებადი ვარ. ემოციური ვარ ძალიან. მაგრამ აი ვთქვათ რამე წენა რაღაცა რო ჩავწე, იმ წუთში გამივიდა. აი იმ წუთში უცებ ავფეთქდები მე მეორე წუთში აღარ მახსოვს ეს არ ვიცი კარგია თუ ცუდია ყოველ შემთხვევაში ასეა კიდე ვარ ძალიან დამთმობი ძალიან მორჩილი მსახიობი ვარ ძალიან უჯერებ რეჟისორს აი რო იცი ახლა რო ატყრებია რაღაცა ისა და მე რა არის იცით ერთი თვისება რაც არ მომწონს ჩემში არა ბევრი რაღაც არ მომწონს მაგრამ ერთ-ერთი რაც არ მომწონს არა ვარ აი რო იცი ხოლმე რომ აი დამაკავე გადამიღე აი ეს როლი ჩემი აი მე რასაც მომწევე აი მას ვემორჩილები და ნუ ეხა როგორ ვაკეთებ ეს უკვე მეორე საკითხია მაგრამ ნუ არა ვარ აი ეს ინიციატივა რომ გამოვიჩინო რაღაცა და აი გინდა თუ არა ეხა მე ეს როლი უნდა ვითამაშო და რაღაცა არა ეს არ არის კარგი თვისება მსახიობის. უნდა იყო ისეთი უფრო ჯობია ეგრე. თუმცა ისე მოხდა რომ უკვე ადრეულ ასაკში დაიწყეთ რუსთაველის თეატრის სცენაზე თამაში, ხო? კი ბატონო. აი თუ შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ აი პირველი შემოთავაზება როგორ წამოვიდა და რა ხდებოდა მომენტში. მეორე კურსზე ვიყავი თეატრალურ ინსტიტუტში სოფიკო ჭიაურელი მაშინ ცეკვავდა ბაღდადურს იმ არაჩვეულებრივად და გენიალურად და სოფიკო იყო რუსთაველის თეატრში რამოდენიმე წელი. მე დაბრუნდა ისევ მარჯანიშვილის თეატრში და ეს ცეკვა უნდა ნუ ვიღაცას ეცეკვა და ქორეოგრაფი ვინც იყო იური ზარეცკი ამ სპექტაკლის თან პედაგოგი იყო ჩვენი თეატრალურ ინსტიტუტში. ხო და აი შეუცები ისა მითხრა რომ შენო ისაო რა ქვიანო უნდაო იცეკო ვაიმე ისე ვინერვიულე ამ ეროსი რამაზი ამ ხალხთან მეორე კურსის სტუდენტი ვაიმე რა უნდა ვქო ძალიან ვინერვიულე ხო და ისე ვინერვიულე რომ აი ცეკვას რომ ამთავრებ იყო ესეთი სცენა რომ აი აქ მიხაკი მედო და ესე ნელა მოვდიოდი რაღაცა და ბატონ ეროსისთვის უნდა მიმეცა და ისე ვინერვიული ამ ცეკვისთვის რომ დამავიწყე ეს მიხაკის ჩადება აქ და რომ მივედი და ეხა მიხვდა ბატონ ეროსი რომ მიხაკი არ ვიდეს და გაები ჩიტო მახეში მითხრა ხო და აი ესე მოკლედ ჩაიარა ამ ამბავმა და ნუ მე უკვე რომ დავამთავრე
არ ვიყავი შტატში, დავამთავრე და მე დადგა რობერტ სტურუამ ყვარყვარე, რობიგოს საყვარელი სპექტაკლია სხვათა შორის სულ აღნიშნავს ამას ყვარყვარე პირველი და აი მაშინ გადაწყდა ჩემი შტატში ჩარიცხვის ამბავი. ამ მიხაკის გარდა ყველაზე დიდი უხერხულობა სცენაზე რა დაგმართნიათ? ძალიან ბევრჯერ ძალიან. ბერნარდა ალბას თამაშობდით და მარინა კახიანი თამაშობს დედაჩემს და მე შვილს. ესეც მოსულ ხა მარინა ჩემზე პატარაა, მაგრამ ასე განაწილდა პიესა, გოჩა კაპალაძემ დადგა და რაღაცა მოხდა ისე რომ ეს დები ვარც უყველა ეს ბერნარდა ზის და ეხლა თქვენო დაისვენეთო და ჩემზე უთხრა რომ მეო საქმე მაქვს უფროსთანო და შენო დარჩიო მითხრა. დარჩით და მე არ ვიცი რა მოხდანოე, უცბად გავითიშე. აი დამავიწყო რაღაცა და უნდა დავიწყოთ ეხა დედაშვილია ორდი ვარ მარტო დიალოგი და მეკითხება რაღაცა და წასული ვარ. აი არა სადავარ არ ვიცი. ხო და მარიამ გამომიყვანა მერე მდგომარეობი და შვილო შენ ეხლა ძალიან დაღლილი ხარ, წადი დაიძინე და ხვალდილით ვილაპარაკოთო. აი ესე მურჩა ეს სცენა. მანანაში რომ ტირი და ეს ისა ბებია რაღაცა და მთელი ბათუმი, ეს ხალხი მოგროვილი ყველა უყურებს გადაღებას რაღაცა და ესე რომ მოვაწექი ამ იმას რა ქვია ფანჯარასთან დავდექი და ვაბრახუნებდა ტირი ბებია და ვიღაცა ქალი რომელიც უყურებს ამ გადაღებას ახლა იმას ეგოდა თურმე რომ ვერ ვაღებ კარებს რომ ბავშვი ტირის და ისა და საიდანღაც არ ვიცი შემოიჭრა რაღაცა და გააღო ეს მანქანის კარები გადმოვარდი დავენარცხე ამ ქვაფენილზე მთელი ეს სისხლები ფეხები ცხვირის ყველაფერი მივარდე და ამ ქალს ჰალო ვინ გეკითხებოდა შენ რატო რა ვიციო კაცო ბავშვი ტიროდაო და მე მეგონა კარებს ვერ აღებდა არაერთ ფილმში გაქვთ დათამაშები და რომელმა ფილმმა მაყურებლის კუთხით მოახდინა გარდატეხა კიდე მანანას შემდეგ რა ვიცი მე მგონია რომ მაინც ვერისუბნის მელოდიებში რომ გამომიწახა გიორგი შენგელაიამ შენო გენაცვალე მე ძეგლი უნდა დამიდგაო რატომ მეთქი ბატონო გიორგი და აი ბავშვობიდანო პირდაპირ კახბა ქალებზე გადაგიყვანეო ძალიან მიყვარს ეს ფილმი პატარა როლია მაგრამ ძალიან საინტერესო ჩემთვის მე გარიგება იყო მაინც უფრო ისეთი რომელშიც მივიღე ოქროს არწივი საერთაშორისო ფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებით ესეც ისე ხუმრობით დავიწყეთ ამ ფილმის გადაღება და ბიჭები იმაშვებოდა ხოლმე ხუმრობდნენ ეს გადამღებში ჩვენ ოსკარს მივიღებთ ოსკარს და ძალიან კარგად მაყურებელმა მიიღო ძალიან კარგად უყვართ ტექსტები ციაზებიან აი რო დამირახავება აი მწარე მოვიდა მწარე ხო და მიყვარს ძალიან ეს ფილმი და საერთოდ რა ვიცი სადაც კი მიმუშავია ნუ ახლა ხო იცით როგორც ზოგი ცუდი გამოვა ზოგი კარგი გამოვა ზოგი საშუალო გამოვა მაგრამ მე ყველაში შრომა მაქვს ისეთი ჩადებული და ისე თავდადებით ვიმუშავე ყველაფერში რომ მაინც ყველა მიყვარს. რუსთაველის თეატრში უკვე წლებია 45 წელიწადზე მეტია ხო პრაქტიკულად? ვაიმე ძალიან ბევრია უკვე აღარ ვიცი რამდენია. ესე ამბობენ რომ ძალიან რთულია და ძალიან სტრესულია აი ეს ცხოვრება კულისებში. და ძალიან ბევრი ინტრიგებია ზოგადად. თქვენს გარშემო რამდენად ხდებოდა ეს ყველაფერი? საქმე იმაშია რომ მე მაინც გონია რომ რაღაცა კარგად გავატარე ეს ისა რომ მე არანაირ ინტრიგაში არასდროს არ ჩავრეულ ვარ არასდროს კი ეხა იყო იქ რაღაცა ვთქვათ რაღაცა გეწყინება ეხა ისე როგორ შეიძლება რომ მსახიობმა იცხოვროს ან თეატრში ან სადმე რომ რაღაცა მაგრამ მაინც არ გამომიჟღავნებია ეს წყენა შეიძლება რაღაცაზე გული დამწყვეტია რასაკვირველია
თქვა, ეგ რაღაცა განაწილება არის, შენ არ ახარ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში ტრაგედიად არ უნდა გადააქციო. სულ უნდა იფიქრო იმაზე, რომ აქ არ არის, მერე იქ იქნება რაღაცა. ესეა რა, საერთოდ კინოშიც ესეა, თეატრშიც ესეა. წყენა გქონიათ? კი, როგორ არა. ისე არ გამოვა, არა, წყენა მქონია, როგორ არა. მაგრამ მერე დავივიწყეს. მე ხო გითხარით, არ ვიცი ხოლმე დიდხანს ესე ჩადება თავში, რომ აი რაღაცა მეწყინა და ის არა. ვინ გაწყენიათ, რეჟისორმა თუ მსახიობმა? რეჟისორმა. რეჟისორი გაწყენინებს, თორემ მსახიობი გაწყენინებს? არ გვეტყვით? არა. ხალბატონ ნანული, ჩვენი ინტერვიუს დასაწყისში თქვენ ესეთი რამე თქვით, რამაც ჩემში ემოცია გამოიწვია, რომ ძალიან მინდოდა, რომ ბევრი შვილი მყოლოდაო. კი ბატონო. მაგრამ ესე არ მოხდა. როგორ ფიქრობთ, რატო არ მოხდა ეს ყველაფერი? ანუ არც დაოჯახებულ ხართ? არა. რატო მოხდა ეს თქვენ ცხოვრებაში? არ ვიცი, ალბათ ასე უნდა ყოფილიყო, ბედი. მე მაინც ყველაფერი ღვთისდება, ალბათ ასე უნდა ყოფილიყო, არ ვიცი. და მერე მოხდა ისე, რომ მე გადამეცვალა ახალგაზრდა და დარჩა შვილი პატარა. 9 წლის იყო ირაკლი ჩემი და მე გავზარდე. ის ჩემი შვილია, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და სხვანაირად როგორ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, მაინც ასე უნდა ყოფილიყო. ეტყობა ეს ასე უნდა ყოფილიყო, რომ მე ეხა ამას ვფიქრობ, რომ ირაკლი უნდა გამეზარდა. ეხლა ყავს მეუღლე და ყავს ისე რომ ორი შვილი მყავს. გიყვარდათ? კი, როგორ არა. და როგორია სიყვარული, აი თქვენთვის როგორი იყო სიყვარული? როგორია და კარგი, რაღაცა სხვანაირი ხარ, უფრო ლაღი ხარ, უფრო ისეთი ხარ, რა ვიცი. მიყვარდა როგორ არა, მაგრამ ასე მოხდა, რომ არ შედგა. და რამდენ ხანს გაგრძელდა ეს თქვენი მდგომარეობა? კარგად დიდხანს. ისე რომ ამ ქვეყნიდან ისე არ მივდივარ, უსიყვარულოდ არ მივდივარ. ჯერ ადრეა ამ ქვეყნიდან წასვლა. კიდე უამრავი წელი ჭირდებით. დიდი მადლობა. სენასაც და თითოეულ ჩვენგანს. მაგრამ აი სიყვარულს რო დაუბრუნდეთ თქვენი გადმოსახედიდან უფრო სიხარულთან უფრო ასოცირდება თუ სევდასთან? ალბათ სევდასთან. კი. ნანობთ რამეს? ძალიან ბევრ რამეს ნანობ, აბა რა, ეხა ისე როგორ შეიძლება, სულ ეს ესე უნდა გამეკეთებია, ის ისე უნდა მეთქვა, ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ ეს არის ჩემი ცხოვრება. ასე ვიცხოვრე უკვე. მორჩა და გათავდა, ხო? მაგრამ მაინც არა ვარ კიდევ ამბობ, არა ვარ უკმაყოფილო, ღმერთმა ჯანმრთელობა მომწეს და ყველა ჩემი ოჯახის წევრები და ყველა კარგად ამყოფოს, მე ჩემი ცხოვრებით არა ვარ უკმაყოფილო. არის რამე ისეთი თქვენ ცხოვრებაში, რაც გინდოდათ და ვერ მიაღწიეთ, პირადის გარდა? მე მგონი არა. არა მგონი. რა იქნება თქვენი გზავნილი თქვენს მაყურებელთ? ჩემი გზავნილი იქნება ის, რომ ყველა იყოს ჯანმრთელად, ყველა იყოს ბედნიერი, გახარებული იყოს მშვიდობა და დანარჩენი ყველაფერი იქნება. ორი ხელი მაქვს, ორი ფეხი მაქვს, თვალები მაქვს და დავდივარ და აი ამას აქში რომ დადიხარო, კიდე მადლობა თქვენ რომ დადიხარო, ხო არის ასე რომ რაღაცა და მიგე რომ ესე ძალიან დიდხანს უნდა იაროთ კიდე პირი. ჯანმრთელად და ძალიან დიდი მადლობა
უღრმესი მადლობა რომ თქვენ მადლობა მომიწვიეთ ძალიან დიდი. და ძალიან მიხარია. ხშირად შევხვდეთ ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა.